ჭყვანია როგორ დაითახმა შენ გარაჟში დალევაზე. გავხდი მილიონერი. გიორგის ისაური. გიორგი მიამა. მაგ 28 ჭიქა ყავა დალევა. შემოიტანეთ 28 ჭიქა ყავა და აი აქ დაულაგეთ და დალიოს. გზაზე გადასვლის მეშინი. ბებიებს ეხვეწება ხოლმე გადამეყარი. სკოლის ტუალეტი აღაფეთქე. ანუ სანამაფეთქე 3 2 1 დაიძახე. შიგნით იყავი და აფეთქდა. ოსამა დონ ლადენი გახდი მაგის მერე. დრონებით შეარსიეთო როგორი. მოგესალმებით ჩვენო ცუდო მეგობრებო, დღეს გადავიღებთ ცუდი დეტექტივის შემდეგ ეპიზოდს. და ჩვენი სტუმარი იქნება მსახიობი შოთიკო ნოზაძე. მივესალმოთ. მადლობა შოთიკო მობრძანებისთვის. წესები არის მარტივი. თითოეული მონაწილე მოყვება ისტორიას და დეტექტივმა უნდა გამოიცნოს ეს ისტორია არის ტყუილი თუ სიმართლე. შემდეგ დეტექტივი მოუყვება ისტორიას და მონაწილემაც უნდა გამოიცნოს. წარმატება მინდა გისურვოთ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მომიწვიეთ. მე არ ვიცი აქ რა ხდება, როგორ წავა, მაგრამ შევეცდები ყველანაირად აკვეთ და შევეცდები გამოვიცნო და თქვენ შეეცადეთ ჩემი ისტორია გამოიცნო. კი ბატონო, აი ესაც დაგიმატებ, რომ ყველაზე ცუდი დეტექტივი წავა ბურგერ-ბარი. ფილის 200 ლარიანი მოიჩერეთ და აი ყველაფერი ძალიან გემრიელად დასრულდება. მოკლედ ამისმა შემიძლია. ისტორია კიდე ჩემი შემდეგშია, შოთიკო, რომ კინაღამ უგანდაში ან ზაირში ან ეგეთ რაღაცნაირი მესამე მსოფლიო ქვეყანაში კოკა-კოლას ქარხანა გავხსენე. კინაღამ? შენ? ჩემი ინიციატივით. კოკა-კოლა არა, მაგრამ პეპსი გამოუვიდა რა, რო იცოდე. ნუ ამბობ რა ფლეისმე არ ლიმონათი უყლუწუნე. უყლუწუნე იყო უკვე, მაგრამ სერიოზულად შევარდით, კაროჩე. ქარხანა გახსენით თუ უბრალოდ კოკა-კოლის ქარხანა? ეს ხაშურის ლიმონათის მერე ეკით გახსნა უკვე ახალი ფილია. კაი, რანაირად მოხდა ეგ ამბავი? ისე ძალიან მნიშვნელოვანი მაღალჩინოსთან კოკა-კოლას თანამშრომელთან კეიფობდი, არ ვიცი. არ ვიცი კონკრეტულად რა პოზიციას იჭერდა რა, იყო სათაო ოფისიდან, ანუ ცენტრალური ოფისიდან და იყო ესე რა ქვია, ძალიან მაღალჩინოსანი რა, აი. მე მაგკითხვა. ჭყვანია როგორ დაითახმა შენ გარაჟში დალევაზე ახლა ეგ კითხვა. ჭყვანია არ იყო, სომეხი ჩვენი მეზობელი იყო. ბრიტანეთში განათლება მიღებული სომეხი იყო. ესეთი ადამიანი იყო. მე მაინტერესებს შენ ღვინოსვამდი ეს კოკა-კოლას თუ როგორ იყო? სიამოვნება გაუფინტრო პაულანერსო. ნუ ამბობ, ხა გაუფინტრავი პაულანერი და გვასპონსორა. კარგინდათ. ანუ ხო, რა ვიცი, ყველაფერი თქვი, მე პეპსი თქვი, კოკა-კოლა თქვი. ამაზონიც ჩაანონდა სამე დაიგარი. აი, მოდი ახლა, ხე უგანდას არ მესამე მსოფლიოს შეიძლება ყოფილიყო უგანდა, რუანდა, აი ზანზიბარი, ნებისმიერ ლესოტო, აი ნებისმიერ ხანაში. და არ არის მათ კოკა-კოლა საინტერესო. არ ვიცი რა, სადაც არ არის, მოდი იყო დუბო. მეორეს ხსნიდა. კონკურენციით შედიოდა ხვდები? და მაინტერესებს იმის რეაქცია. რომ უნდა გახსნა. ხო უნდა გაკეთო. იმის რეაქცია რა იყო? ანუ წამოყვა მაგ იდეა. ინიციატივა იყო. შენი იდეა იყო? ეროვნება არ დაგიკონკრეტეთ ყუილად, სომეხი იყო მეთქი რა. გინდა ეხა ზანზიბარში გახარა. დავთვეხით და ეგეთ მებლატავებოდა. მე რომ მეთქვა რომ დავაიო. აშუთ მოროტო ბიჭკარა ეს ზანზიბარი. რაღაც ზამოდ მუჟენა რაღაც. ამან გახსნა გინდა ახლა ეს განსხვავებული დავლიო და ივან ხა გინდა ახლა რომ კოკა-კოლა გავხსნაო. არ ვიცი, მე მეგონი რომ იტყუები შენ. გახსენით კენაცვა. მეგონა მეორადაც მაინც დაურეკავდა რომ შენ ხომ მითხარი და გავხსნათ. სიმართლე. ეხა მოგიყვებით ძალიან ისტორიას. სტეფან ასლანიანი, ჩვენი ძალიან მაგარი მეგობარი, ზვაკაცური თვალსაბაგ ადამიანთან და მისი კლასელი, კურსელი, რომელიც ერთად სწავლობდნენ ლონდონში, იყო კოკა-კოლის სტრატეგიის დეპარტამენტში. ძალიან გაკაჭული, ანუ რაღაცა ეგეთი, ანუ კონკრეტულად არ მახსოვს რა, მაგრამ და რა წავიდა მაგაზე საუბარი, პიანი ბაზარი რო წავიდა, მაგარი თვალები რო ვიყავით, რაღაცა მე შემიძლია და ეს ჩვეულებრივი კავკასიური პონტი ყავდა, გინდა ეხლა და სადღაც ქარხანას გავხსნი და ტელეფონისკენ გაიკაჭა და კაროჩი სადღაც შეყავდა კოკა-კოლა ის უფრიდან რა და ჩვენ რო არ გაგვეჩერებინა, სადღაც ეხლა ექსპორტიორი იქნება და კოკა-კოლის რომელიღაცა ქვეყანა. დაახლოებით 10-12 წლის წინ. რუსთავში. ნახე სიკვდილს ჩავხედე თვალებში. და სიკვდილს. მართლა ჩავხედე თვალებში და მე დავინახე რანაირია სიკვდილი.
ის ჩავხედეთ. თან გადავრჩი. თან ნანახი მაქვს რანაირია. 20 წამის განმავლობაში დენი მირტყამდა რა. 20 წამის განმავლობაში. ხო, გახსოვს 10 წლის რო და მე დელი არ მაქვს ახსი. ის უბრალი ყოფილა. 20 წამის განმავლობაში მირტყავდა დენი რა. და 20 წამის განმავლობაში მე დავინახე რანაირია სიკვდილი. სანამ საბოლოოდ არ გათიშეს თავარი ჩამთვლიდან რა. ხო არ გენატრება და ერთებს კიდე. არა, არ მენატრებ. მაშინ ეს ამბავი ძალიან ცუდად აღვიქვი და ძალიან ცუდად გადავიტანე, მაგრამ დღეს ამაზე ვღადავთ ხოლმე მე და ჩემი მეგობრებიც. და დენი ჩართო ვინც გამორთო. რამდენი ხანი აპერე მეჭგებდი მანქანებს ეს. ხო, რა დავდიოდი დღეს კი, ყველას რაღაცა ტელეფონი შეერთება არ ჭირდებოდა და ნახევრამდე ხო არ ჩაქულეს მე განმუხტო და მოფილო. ვიცი რომ მეხსია. ისა ტელეფონს ჯიბეში ტრუნ ჩარჯი. გაოგნებული აი ეს გაშტერებული დავდიოდი ის დღე, მაგრამ მე გადავიტანე, მე რომ გავაცნობიერე რა მოხდა, რა ამბავი შემემთხვა, რა ვიცი, სხვარი არ დამიკრავს, მაგრამ მეც მადლობა უთხარი, მართლა. ეხლა მაინტერესებს რამ 12 იყო 220 ვოლტი იყო და 220 ვოლტი ცოტა აპასნია რა. ცოტა ხო, შეიძლება დიდმა ძაბამ დაგარტყას და ან გადაგაგდოს, ან მიგიკრას, ან რაღაცა გიქნას რა. ხო, რაღაცა მოხდეს, მაგრამ ეს 220 ძალიან მომაკვდინებელია და მე მომაკვდინებელი დენი გადავიტანე, შემოდიოდა ჩემში და გადიოდა რა. ანუ წრე შეიქმნა და გამტარი როჟა გავიჩითე რა. ერთ-ერთ კონსტრუქციას ვაყენებდით, თეატრის კონსტრუქციას ვაყენებდით, ბოლო დეტალები იყო დარჩენილი რა. ყველას გამხდარი, მაშინ მე ვიყავი და მითხეს რომ აძვერიო რა და დაიჭირეო ეს კინაო და გისოსები იყო. არა, ჯერ არ იყო მაგაზე ლაპარაკი და გისოს ეს დავიჭირე და სვარჩიკი ამოვიდა ეგ და დაესვარკებინა და დაიწყო ამის დასვარკება და ბიჭო მე ეს მიჭირავს ეს ხელში ეს კინა ეს ხელში მიჭირავს მე ვერ უშვებ და რაღაცა ხდება რაღაცა იმას გაუშვებს ჩაბო გიკრავს მიმიკრო ხო მიმიკრო და დაჭიმული ხარ აი დაჭიმული ხარ და გონია რომ მე ყვირი ვარ რომ გათიშეს აჯავოხსერით რა რაღაც აი სინამდვილეში ხმას არ ვიღებ რა მაგრამ გონია რომ ის მიხვდა სვაჩიკი მიხვდა და პირველი არ იყავი არა სვაჩიკი მიხვდა ეს ერთი დამჭა ბოლომდე შეადუღა და გამოვიდა მე მაინტერესებს რისი დეკორაცია იყო რომელი სპექტაკლის დეკორაცია არ იყო თეატრის ბანერი და სახელწოდება იყო რა ბრავო ესეთი ბიჭო სასწრაფოც რო დენს ურტყავს რო გამოაფხიზოს ელექტრო ხო ეხლა ნახე დეტალები არიან ისტორია გავს სიმართლეს რა ანუ არის ისეთი რომ ჩვეულებრივად შეიძლება ეგეთი რაღაცა მოხდეს რა ეხლა რამდენად სიმართლეა რომ ეგ შენ გადაგხდა ისეთი ამბავი არის რა არა გონია რომ გატყუებ ეხლა გადადენი კამერების პონჩი ეს რა ქვია კი ახლა ადოვარები აი 2007 წელია სვარკის აპარატით აღწევენ ბრავოს წარწერას ხო და არ დაგავიწყდეს ნახე ეს გვეგონა რომ სვარკიდან იყო ეს ამბავი რა სვარკის ამბავი გვეგონა და გათიშეს სვარკა და 10 წამი მაგაში დაკარგეს ხო ხო წავიდა ვიღაცა ეხლა უკვე შევიდე შიგნით და სვარკა გათიშოს რა გამოაერთა გამოვიდა და დგას და მიყურებს და ისევ მდგომარეობაში ვარ რა ისევ კანკა შევიკრიბოთ და გადავწყვეტოთ არ იყო ეს სვარკის ბრალდი არ იყო მე ვიღაცა გონიერი ჭკვიანი მიხვდა რომ თლიანად გაეთიშა და ამაში ხო დრო მიდის რომ მოიფიქრო სვარკა გათიშო მე წახვიდე კიდე ის გამოაძრო და მოკლედ ამ დროში რა ახლობთ 20 შეიძლება 25 წამი შეიძლება ნახევარი წუთიც არ ვიცი. ხო, აქ მაშინ 20 წამი. პირველი ელექტრომანქანა რუსთავში ეს ყოფილა. აი, ძალიან გულახდილად მიყვება შოტი ხო? და მე მგონია რომ ეს ყველაფერი არის სიმართლე. თუ ეს მომატყუა კიდევ ერთხელ დავწუნები რომ ძალიან კაი მსახიობი. ნახოთ. არა ვიცი რა სვარში კი იწირავდა კაცს ითამაშე მაგ თეატრში მე არა ველაყდებოდი თეატრის გამო ვყდებოდი
ჩემი ისტორია არის ასეთი, რომ პირველი არხის საზოგადოებრივი მაუწყებლის ლაივში მაქვს ჩემი ფეხები გაშვებული. აგერ არის ისტორია. ჩემი ფეხა. ეხა ორაზროვანი ის არის ეს პირდაპირ ნიშნავდა ფეხები ლაივში ფეხები გავუშვი. კი, გავუშვი ლაივში. არ რომელიმე კამერა რამდენი ხანი გიყურებდი გაფიცი თუ გახსოვს? ზუსტად მახსოვს. მე მიხვდები რატომ მახსოვს ზუსტად 20 წამი გავუშვი, იმიტომ რომ დირექტორმა დარეკაცა რაშვებითო. ვისი ფეხებიაო ეს? კი, რაშვებით გამართეთ. თან მან ცუდი რა იცი. მათქო პირველი არხი ხო შედის, რომ პირველი არხი აფხაზურად უსურად და მეორე არხი და ყველგან გადიოდა Facebook-ზე. ვასილ მაღლაფერიძის პაროდია შეგიძლია რომ გირეკავს. თინა, ქალბატონი თინა იყო დირექტორი. შენ არ უყურებდი მაგ ყველაფერს? კი, უყურებდი და უბრალოდ. кайფობდი მაგით. ვიჩო, არა. ვაფშე. მე გაიხადა და თითებს ასე ეკეთებდი. აბას აკეთებდი ფეხის თითებს. ეს არის რომელ არხზე ხდება ბოდიში? საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. პირველი არხი. და როდი რომელ წლებში ეს აი ძალიან ტელევიზიობდა ხო? სოკოლოვი რო. არა. ანუ სხვა არხი არ არსებობდა ეგ თემა არის. ანუ თელ საქართველოს ანახე შენი ფეხები ხო ესე გამოვიდა. კი, მასე გამოვიდა 18-19 წლები. თუ არა ეს პლუს მინუს. ხო ანუ ტელევიზიოს დაახლოებით უკვე პიკი რო აქვს რა იმისი რომ ჩამოიშალოს. მე მგონი შენ ჩამოიშალე ეგ ტელევიზია. სულდიც არ მიქნია არაფერი. რა თემა იყო გაფიცებ რა რა თემაზე საუბარი? აი, კარგი კითხვა არის. ერთ-ერთი გადაცემის სოციმედია ვიყავი რა და პირობითად იყო ორშაბათი და ოთხშაბათს უნდა გავსულიყავით ლაივში რა. და ლაივში არასდროს არ ვიყავი გასული და მე მაგ ერთი გვერდი სადაც მარტო მე ვარ რა. მოდი ლაივში გასვლას ვისწავლი თქო რა. ამ გვერდზე თქო და იქ აღარ დავაკვირდი აღარ დავაკვირდი რომლით და რისი ადმინიც ვიყავი გავუშვი იმით. ის რო იყო ის გაქროსილი იყო პირველ არხზე და პირველი არხი იყო გაქროსილი მეორე არხზე. ხუთ სხვადასხვა Facebook ჩანელზე გადიოდა ეს. ასე ზუსტად რა. როგორ ჩაიარა, როგორ დამთავრდა ეგ ამბავი? არა, უფროსმა რო დარეკა, შემოვარდა, უფროსმა ჩემთან არ დარეკა, იმ გადაცემის უფროსთან დარეკა რა, რომ რასაკეთებთო ლაივში ეგ რატო გადისო და ის შემოვარდა და მინახა რომ ეს მაგ და მიხვდა რომ ეგ წამსვე მე ვიყავი რა და გრალოდ მითხრეს რა ხდებაო და რო აუხსენი მეთქდეს და არაო იქაც გადისო და გამორთეო რა. და მე ეს შეიძლება ისახდა რა, მე არ გამიგია კაროჩე. რაღაცა ეს კაი ფეხები თუ მაინც ეგ. უკეთესებიც მინახავს ჩემზე. მე მგონია რომ სიმართლეა ეს შენი ისტორია. ხო, ისეთი ამბავია რომ შეიძლება რა ჩვეულებრივად მოხდეს ეს ამბავი და. რა მგონია რომ სიმართლეა და არის ეს სიმართლე. ჯერ უცხოკას არ მოგატყუებდი. როგორ მოიტყუებოდა? არა, ვართ ზუსტად ეგ. ანაირად შემოგხედო მე თვალებში. ზუსტად ეგ ისტორია არის, ერთ-ერთ გადაცემაზე ვიყავი, სრულად რომ მოყვე, სოციმედია ვიყავი, უნდა გასულიყო, უნდა უშვათ რა, კვირას უნდა გასულიყავით ლაივში. უნდა გასულიყო კონცერტი ფილარმონიიდან და ლაივში. კი და მანამდე ვიყავით, პარასკევი ვიყავთ რაღაც და უბრალოდ ტესტავდი ლაივს და გავუშვი, უბრალოდ ჩემ თავს უღევდი. არ მეგონა თუ იქ იყო და თურმე გადიოდა პირველი არხის ლაივში, მეორე არხის ლაივში, პირველი არხი აფხაზურად, პირველი არხი ოსურად, პირველი არხი აზერბაიჯანულად, პირველი არხი თურქულად. არაფერი ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ და უბრალოდ გაეცინათ და შენიშნა მომცეს რა თქმა უნდა, რომელსაც ვიმსახურებდი. კიდე კაი რომ არ გაგიშვეს სამსახურიდან და შეინარჩუნე ეგ სამსახური. ნუ მალევე კი დაიკეტა, მაგრამ კი. არა, ზუსტად ეგრე იყო. ზუსტად მასე მოხდა ეგ ისტორია. მოკლედ 2014-2015 წლებია. და მოხდა ისეთი ერთი კონკრეტული დღე გათენდა ჩემ ცხოვრებაში და გავხდი მილიონერი. მარტო გახდი თუ მეგობართან ერთად? მარტო გავხდი. რა ვალუტაში? არა, ის ვარიანტი გამოირიცხა, ის მეგონა ჩვენს მეგობართან ბუბა მერცხლოვასთან ერთად გახდა მილიონერი თქმა, ეგ გამოირიცხა ხა მაგით ზუსტად. ერთი შვენიერ დღეს გავხდი მილიონერი. მეორე მშვენიერ დღეს რა ვიყავი? მეორე მშვენიერ დღესაც ვიყავი მილიონერი. რამდენი ხანი გაგრძელდა? ეხლაც მილიონერი თუ ხარ, დაგვასპონსორე. ან რამდენი ხანი გაგრძელდა მილიონერობა? დაახლოებით არა გრძელდება ეხლა. პარალელურად. დღემდე ხარ? არა, დღემდე არის, შეიძლება მილიონერი შეიძლება არა ვარ, მაგრამ ჯერ კითხავს რა ვიქო, ჯერ მშურს. ბიჭო, მე მაინტერესებს რა ვალუტაში გახდა მილიონერი? აი, ჩემ მეგობარი. დოლარში. დოლარში. აშშ დოლარში. დოლარის მილიონერთან ვარ. ლარი, დოლარი, ლარი, დოლარი. აქ
ხო, რითმო. ამანქანით. რომანკანით. ჩამოფრინდი ტაქსი. ტაქსით. შენი კომპანია ტაქსების მილიონერი თუ ხარ უკვე? ვადო ეგეთ. უბერით მოვიდა, უბერით მოვიდა. ვა. დღემდე გზელდება. ბიჭო, რაღაც არის ისეთი რა კითხვას თუ მივაგნო რომ მე რაღაცა გვაბნევს. ერთი წამი თამაში ხო არა? რა თამაში? ტელეფონის ტელეფონის თამაში? შეხო არ მოხდა ეს ყველაფერი. არა. ნამდვილ რეალურ ცხოვრებაში. კევებში რო ამოდიოდა რაღაც დოლარების ფული მაგით ხო არ გახდი? ვა, არ კევებში რა მოდიოდა არ ხო მახსოვს. რაღაც ეს დოლარები. არა, ჩანთაში მიდევს 3 მილიონი დოლარი რა ხლაბარო. ანუ შენც მილიონერი. ეგრე გამოვიდა კი. სოზუგოდო ამ შეიძლება რამის კი გვა რეალურად იმ კი, დოლარი. რა თქმა უნდა. ვა, ახლა მაინტერესებს ანუ რა უძრავი ქონება ხო არა? მაგალითად, ახლა სამოხო შეიძლება დიდ მაგაბუამ დაგიწოვა სადღაც 10000 კვადრატი მიწა და ის ღირს ხო, შეიძლება რომ ვიღაცამ დაგირეკა და გითხრა რომ იცი რა ამ ხელა ქონების პატრონი ხარ და არ იცოდი აქ ამ. შეიძლება კონდეს 5 მილიონის ქონება ვერ ყიდე და იმ წუთას იმ ფულს ვერ იყენებდი, იმიტომ რომ კლიენტი არ არის. რა საშუალებით გახდი, მაგას არ გვეუბნები? ეგ თუ გითხარი, რა ვიცი, რა აზრი აქვს. კაზინოში მოიგე? არა, კაზინოსთან? ბიზნესებით. ბიზნესზე. ბიჭო, რავი, მე აი, არ მგონია. ასე რატომ უნდა ვითამაშო? ხო დაბადების ცენტრი ხონდა საკმაოდ აქტიური, მე შენ გეტყვი. შენი აზრით დაბადების დღეებში თუ მილიონი იშოვება, ჩვენ ეს რატო დავიწყეთ? შეიძლება ავიხსნა. ანუ ახლობით ერთი ბავშვი რომ მოიგე სადაც 50-60 ლარი არის და ალბათ იქ უნდა თული გა 180 წელი მილიონი რო 40 ლარი და მაშინ 2014-ში, მაშინ 15 ლარი იყო, გაიგე? ეს ნამდვილად არა უზურა. ეხა შეიძლება 40-60 ლარი იყოს ბავშვი, მაგრამ მაშინ 2014-ში და 15-ში ბავშვი იყო 10 ლარი და 15 ლარი. სურო ყოველ დღე და შეც მუშაობდი 10 ლარად წამყვანი იყავ. ეგ ავერცი მუშაობ. ხო იმუშავ, ხო ქოლა ჩვენ ეს შეხება. არა, სიმაღლა შენ ვერ იქნებიო წამყვანი. ვერ ჩაედი ეს ხო და. პარლამენტში. ოდიში რა. რატომ ვერ იყავით წამყვანი? ძალიან სერიოზულად. აი ეს პლუტო რო გეუნებათ ბავშვებო. ბავშვს უყავდი გასახობზე. რავი, მე მგონია რომ სიმართლეა, გიმართოს ხო? მილიონერი თუ ვიღაც არ შემოვიდა არ გაუშლის ერთი წამი. იქ დაცვა მელოდება. ხო აი. ზურა მაუბა მაგრამ რუსაური საზღვა. აი თორე 1000 ლარობი დაბადების სურო თვეში ყველა დღე დავიწყე იყოს. დაბადების დღე შეიძლება მარტო. ერთ ბავშვს რო მთელი წელი დაბადების დღე მოხდეს, მაინც ყველა სკოლის დაბადების დღე უნდა გადაიხადა მაგდა იმფორმი რომ ეგროვები. ანუ მილიონერია და სპონსორს ეძებს. კარგად 100 ლარი არდერი. 100 ლარი არდა. ავით შესრულებული ნახატი 100 ევროდ გავყიდე. იმიტომ რომ ზეთი შესრულებული ჩამეთ. აი ყავაშელოდები. ყავით შესრულებული. ანუ ყავით დახატე? ზესტაფონში იყო ყველაფერი? არა. გაინტერესებს. ყავის მარცვლებით თუ დაფქული? ეს სნალი ყავით, იხატება რაღაცა ნახატები, რომელიც აღმოვაჩინე გერმანიაში და ჩემმა სტადი? კი, სნალი ყავით. პელეტი, ხო? იაკობს მონარქი. რაბი თუ გინდა გააჩნია რა. და საინტერესო რა დახა. ეს ბოდიში ყოველ უზმოზე ხატავდით ხალხი. ყავა და სიგარეტს ხატავდი გვერდზე. საინტერესოა. ვა. რა დახატე იო? რა დავხატე და ქალი რომელიც ყავას სვამს. მე იდეალურად ყავ ყავის ლაქას. და გვემატება გამომწერები ესეთი კრეატიულები რო არის. ყავით და ხატა. არა, просто წარმოგიდგენია და ჭიქა უჭირავს და კოფი ეწერა რა. და 100 ევროში გაყიდე? კი, ასე ვიშო. ვინი? გამოფენა იყო გერმანიაში ესეთი, მე მარტო არ დამეხატავს. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, გერმანელმა მეგობარმა მასწავლა როგორ უნდა დამეხატა და გაიტანა გამოფენაზე თავის ნახატების და ჩემი ნახატიც. და შეესმაგერად გაყიდა? იმან ჩაიდო ფული? არა. პოლნი წილი იყო რა. პოლნი გერმანიას არ მოხდება. პოლნი წილი იყო 50. ანუ რეალიზება იმან მოახდინა, შენი ნამუშევარი იყო. მე არ გაგიჩნდა სულ რომ კიდე დაგეხატა, მაგალითად ნაყინით დაგეხატა. სხვადასხვა რაღაცების უნდა დამეხატა. ლუდით შვაინშტაიგერი გერმანია. სოსისები შეგისურვებია. ვა, საინტერესოა.
მე მგონია რომ ეს რეალობას შეესაბამება ეს შენი ისტორია. ორი რომ სიმართლეს საუბრობ, მაგრამ კაი თემა გამოგვივიდა რაღაც გადავდი და გავაგრძელოთ. მიდი და ასე კითხვა გიპასუხებ. კარგად გაიშალა საინტერესო. ბიჭო, მე ამის ისტორიები რო ვიცი, გერმანიაში გადაჭბული მქონდა, თავ გულაოდიოდა. ეხა ყავაზე ხატავდა, ბოთლებს აბარებდა და წინაზე მოყარო ველოსიპედი, ამთავრე. ეხლა რა შველი? ერთ-ერთი დაჭერა მაგის ბრალია რომ ყავი ბიჭებთან ერთად მუშაობს სცენარისტი ვარ. და დილით ყავას გვიხატავს. ჩაის რადასო ხოლმე სულ ყავაში მაგ ყავა ამოსული. მეც გამიკვირდა ბიჭო რომ შემოვედი ეხლა ყავა თუ ყავაო. ყავას დალევთ თუ მოგართოთ ნახატად. რომელი ყავა გნება? ის ყავა და ლუდი შენი არის. ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი. სიმართლეს საუბრობ მეგობრებო. მეგონია რომ ნახოთ თუ რამე დააკომენტარეთ კიდე. არა, გეგეცინიჭი ამას. მეგონია რომ აქ არა, სიმართლე. სიმართლე. სრულად შესაძლებელია, იმიტომ რომ გერმანიაში ვიღაცა კრეტინს ეხა დაანახა. მიხვდა, ეს რა არის? აუ, ჩემი გაგიჟდა და იყიდა 200 ახლა ხო დამცინეს იმაზე, რომ ქალი დავხატოთ, რომელიც ყავას სვამს რა, ეგ რო უთხარი. გენია. რაღაც ესე. არ ვიცი რა, ჩავოდი. ანუ გენია იმაში დაინახეს რომ ყავით დახატა ქალი რო ყავას სვავდა. ანუ ზეთით რო მაგალითად ზეცუცლი. არა, მანქანას რო ზეცუცლი ეგ რო დახატო ახლა. ეგ არის. წასასვლელები ვარ. და ადონეზია ხელოვნება. უბრალოდ რაღაცა იმას შეგვიძლია 80 მილიონი, კაცი 80 მილიონი, ანუ დადებითი პროცენტულობა კვერცხი იქნება, ეგაცა არის რა. ანუ რას ვიძახი, ნახე აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენს ნამუშევარს, შენს ესე ვთქვათ, შემოქმედებას თუ რაც შექმენი, პატივისცეს რა. ვიღაცამ დაინახა ეგ და დააფასა რა. არა, მართლა არ ვხადაობ, ეხლა მართლა არ ვხადაობ რა. ბოდიში ეს არის ერთადერთი წარმოიდგინე, ხა შენ რომ გასაქალი ქონდეს. შემოქმედება. ეს რომ დავიმახსოვრო. შენ რომ გასაქალი ქონოდა, ეხლა და მართლა მხატვარი ყოფილიყო, ხო აზია. ეხლა მეგონი, აქ არ ვიჯდებოდი ჩვენ ესე. მე რა ფურცელი მომცე და თქო რაღაცა დახატეო, ვერაფერს ვერ დავხატავ რა. ანუ არაფერი არ ალევიჩის კვადრატსაც ბარათი. არაფერი არ შემიძლია. მაგრამ ეგ გამომივიდა, არ ვიცი როგორ რაღაცა ხო ხდება, რა ცხოვრებაში ეს რაღაცა გამოგდის და აი ეგ გამომივიდა რა. მაგალითად მივაწვევოდი მე მაგას შენ ადგილას რა. საქართველოს გავაკეთოთ მაგის გამოფენა ძმოდა და გიორგის ისაუნა. აი, გიორგი მიამა. გიორგი მეავა. აბა გისმენ. შენ რადგან ყავის თემა შეეხეწეღან. ყავით ხატავდი რაღაც ნახატებს და ნამუშევრები და საკუთარ გამოფენასაც აპირებ. მეც ამაქვს ესეთი ისტორია რა, დღის განმავლობაში, აი ერთი დღის განმავლობაში მაქვს 28 ჭიქა ყავა დალეული. იმდი არ გიგძინებია იმის მერე? იმის მერე არ დაგილევია. არა, იმის მერე ცვამ, ოღონდ მაგდეს არა. დიდი ყავის იმაში სახარში ჩავარდა და იმის მერე სვამ. ერთი რა ვარიანტი მაქვს დრაივზე მოგწონდა ვინმე და დადიოდა ჩერდება. არა, დრაივზე არა, გადაღებაზე მაქვს დალეული. სერიალის გადაღება, მოგვიწია იქ 5 დღე და ღამის გათენება. ეს ამ რეჟიმში 5 დღე და ღამე წარმოიდგინე, ვიღებდით სხვადასხვა სცენებს. ხო, მაგრამ ერთ დღეს მაქვს დალეული 28 ჭიქა. ბოლო დღეს თუ პირველ დღეს და მე 35 ძალიან არ ვიცი რომელი დღე იყო, მესამე იყო, მეორე იყო, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ნუ კონკრეტულ დღეს ერთ დღეს დაახლოებით 10 საათიდან, დილის 10 საათიდან 9 საათამდე, 10 საათამდე ამ პერიოდში დავლიე 28 ჭიქა ყავა. რატო ითვლიდი? იმიტომ რომ იცი რა იყო, თავიდან არ ვითვლიდი. და მე ნელ-ნელა რომ მივედი უკვე გადავარო და გისაც რომ აი ეს უკვე მე-17 სვამს და არა ბევრი რომ გამოვიდა მე უკვე დავფიქრდი რომ რა ხდება თო რაცა კითხვა გქონდა რა 27-ს მე ალგბალაში გობდი მიდი არ იყო ნუ ესე გამოვიდა რა 28 ჭი ძალიან ჰიპერაქტიულად ვიყავი ალბათ ხო ეგ ეთქვი რა თამგონია წყვილი ბოდიში შენთან რა რაღაცა შუალედში ხომ უნდა გადაიღოთ კიდევ 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა არ არის ძალიან რთული ისა დასალევი
ნახე თული დასალევი არ არის. ახლა წარმოგიდგენია საათში რომ 3 ჭიქა დალიო და ხო. ეს ხანაირად დაუთლი გინდა მოგეშველო მაგას როსვა მონელებას ხო ჭირდება და ნახე დალევა გასვლა მოსვლა ისა პირდაპირ ხომ მივიდეს და უთხრას ხომ გაგაფიხوار შემოაწოდებდნენ. არა ხან მე ვაკეთებდი მაგ ყავას და ხო ეს ხუთიანით დაიდგი და სვამდი და სამდე ის шлангზე იყო არა მქონდა აპარატი ქონდა სადაც შეგეძლო რომ გაგემზადებინა შენ თვითონ ან დამხმარე ადამიანი იყო ვინც ჭიქებით რო აიღო რა 6 ლიტრა ერთი ჭიქები ჭიქები რო არის ხო იცი პოლიეთილენის აი ამ ჭიქებში რა 100 გრამია მაშინ 3 ლიტრა გამოდის გირი ძალიან ცდილობ რომ გაამართლოთ ეს ყველაფერი რატომღაც გონია რომ თქო მართლა ოდი შეეცემ შემოიტანეთ 28-ი გაყვა და აი აქ დაულაგეთ და დალიოს ის განმავლობაში ძალიან ბევრია ძალიან ბევრია ხოჩა სკოლის ტუალეტი ავაფეთქე. აუ პირველ 4 კითხვა შეიძლება რატო დავსვათ მოჯაჰედი ეს ბოლორი გადაცემაა სკოლის ტუალეტი და სვიკი ანუ სანამ აფეთქები 3 2 1 დაიძახე როგორ აფეთქე ოსამა დონ ლადენი გახდი მაგის მერე თუ რატო შიგნით იყავი და აფეთქდა თუ დრონებით შეასიეთო როგორ იყო აფეთქა რა რაღაც დირექტორ შენ თუ მანდ გადარჩი ზვაო ძალიან ესეთი დიდი აფეთქება რაღაც მასშტაბური არ იყო მასწავლებელს მოპარე ნიტროგლიცერინი და ჩავაგდე გამოპარე ნიტროგლიცერინი. ნიტროგლიცერინი რანა რატო ქონდა მასწავლებელი სავარაუდოდ გეოგრაფიის მასწავლებელს ხო კი გეოგრაფია მე მგონი ისტორია იყო თუ სწორად მახსოვს. მე რა მაინდა ქიმიაზე ვატარებით ცდას ქიმიის გაკვეთა. რა სკოლაში დადიო ხაშურის ნომერ მე-3 საჯარო სკოლაში. რომელიც აღარ არსებობს უკვე დომა ხაშურელი ხარბი ხაშურელი ვარ მა. შეგაშური ხა ძალიან სასიამოვნო მეც წარმოშობით იქიდან ზოროს ბიჭი შუგო დიდ ბაზართან ცხოვრობ. ძალიან კაი სასიამოვნოა ხო ხო ამით დაწინაურდა მე რა გინდა და რა ხაშურის სკოლას იდი აფეთქება უნდა და როდესაც გაკვეთილი დასრულდა, სანამ მასწავლებელი აალაგებდა ყველაფერს, ერთი პატარა კოლბა მოვიპარე და ჩავაგდე ეგრეთ წოდებულ უნიტაზში. რასაც არც ისე კარგი შედეგები მოყვა. უნიტაზები არის ტუალეტებში? კი, რა თქმა უნდა. სკოლების ტუალეტებში უნიტაზები არის? მე რა ვიცი როდის მომყოფე ჩემთან იყო. შევივლით ხოლმე მე სამჯერა რომ გლიცერინი ქონდათ ქიმიის გაკვეთილზე შშმპ-ს ტუალეტებში არის უნიტაზები. რატო შევარდი მაინც და მაინც ბევრი ხალხი იყო. ჩემი აზრით აბსოლუტურად შესაძლებელია ეგ გაგეკეთებინა. მე არ გონია ბოდიში ჩემთან იმიტომ რომ ეხა მე ასე თუ ისე ხაშურლების ბუნებას ვიცნობ და რაღაცნაირად ვჯერა რომ ამის გამკეთებელი იყავი და ხარ. ეხა აღარ ხარ, მაგრამ მაშინ ახლა დავღვინდე უკვე. მაშინ შეიძლება რომ გააკეთო. ახლა ვინო ჩააგდო რამე წლის იყავი მაშინ? დაახლოებით ვიყავი მე-8 მე-9 კლასში, უფრო მე-8 კლასში. თორე მეთხეში ვეღარ გადავიდი ტუალეტი აფეთქა დავრჩი ეგრე მგონია რომ სიმართლეს საუბრობ ჩემო მეგობარო. გახსენე მე მგონი ნიტროგლიცერინის ვერ განვიჭო ტყუილია. ტყუილია, ვინმე ტყუილია. ზოგადად კარგი ბავშვი ვიყავი რა, ცელქიც არ ყოფილი. თქვენ რა ისტორია გაქვთ? მე მაქვს ესეთი ისტორია უფრო არ არის, უფრო ეს არის ჩემი შიში. გზაზე გადასვლის მეშინია. სანაპიროზე არაა ნამყოფი მართლა რა? გზაზე აი სადაც მოძრაობა მანქანები სადაც დადიან. იმ გზაზე გადასვლის მეშინია, თორე ხა თუ მანქანა არ დადის, იქ ცოცხლე მიფრინა ხო? გადავალ კი, ჩვეულებრივად, მაგრამ შუა გზაზე სიარული შიში გააქვს? ანუ თუ მანქანები მოძრაობენ, კი. ანუ ვერ გადავკვეთავ აი ერთი ადგილიდან, აი ხა მაგალითად აქ ხო მანქანები დადიან. აი აქედან იქ ვერ გადავალ რა. სარიელი უნდა იყოს, სუცარიელი უნდა იყოს ყველაფერი, რომ გადავკვეთო რა. ბებიებს ეხვეწება ხოლმე გადამეყვანე. საერთში საიდან სანამ საერთოდ არ დაცარიელი. ანუ გადავდივარ მარტო ზებრა გადასასვლელზე, როცა ფეხით მოსიარულეთა შუქი ჩაირთვება მწვანე, მაგ დროს გადავდივარ, ვიცი რომ მაგ დროს მანქანები ჩერდება და უნდა გადავიდე, მაგრამ როცა იქ არ არის შუქნიშანი და ისეთი ხშირი მოძრაობა, იქ ვერ გადავიდი. ვცდილობ ხოლმე რომ არ გადავიდი ზოგადად. და თუ მიწევს გადასვლა, რომ გაჩერდება ყველა მოძრაობა და
საერთოდ მანქანა არ დადის, მაშინ გადავდივარ ხოლმე. დედამიწას რო გაჩერდება. ფსიქოლოგთან თომას ხარ ამის გამო. ფსიქოლოგთან არასოდეს არ ვარ ნამყოფი. აი, ეს შიში საიდან წამოვიდა, მე ეგ მაინტერესებს. რაღაცა მიზეზი ხო უნდა კონდეს? ხო, არა, ჩემ თვალწინ მოხდა ესეთი ისა რა, ერთ-ერთ გაჩერებაზე ვიდექი და გადადიოდა ტიპი და დაეჯახა რა მანქანა, короче. არ ვიცი, ეხლა სადაც ცილნაღად არ არის, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ დამთავრდა ის გარდაიცვალა, კარგად არის, ეხლა მე ვეღარ შევხედე, იმიტომ რომ ავი ძალიან ცუდი სანახავი. ნახე ლოგიკურად რო წავყვეთ ახლა. შენ ტელეფონის დატენვიშიც უნდა კონდეს. მით უმეტეს შენ თავზე გამოსწინე. ხო, პირველი ისტორია რაც მოყვები. სხვათა შორის მაგ შემთხვევაში არა მაქვს. იმიტომ რომ მაგის მერე უფრო მარტივად მივდივარ დენთან, ვიდრე რაც არ კლავს გაძლიერებს პრინციპი. კი, ეგ თემა ზუსტ. მე მაგ კითხვა მიწის ქვეშა გადასასვლელში რო გადიხარ მაშინას ხოლმე თავზე არ დაგეცეს რამე. საინტერესო ისტორია. ჩემი რო იცით პირველი 5-7 ახსოვრებული. ყველა შუქთიჟანიძე რამდენი წამი არის. ბიჭო, რავი, დღემდე ესე არის, ვერ გადავდივარ რა. ძალიან ბევრნაირი პირველს გასულეთ რომ აქედან გადაგიყვანო. არა, მანქანით მოძრაობ ჩვეულებრივად შემიძლია გადავადგილდე ყველა. უბრალოდ აი როცა ესეთი კიდევ ვიმეორებ, ხშირი მოძრაობა თან ხო იცი როგორც დადიან ეხლა. ან ფეხით გადასვლა თუ გინდა მანქანით გადადიხარ ხო იქ? არა, ფეხით როცა წესებს ვიცავ რა. ბიჭო, არ ვიცი ახლა ადამიანს გაქვს 220 გადატანილი 20 წამის განმავლობაში. რაშუაშია, არა კავშირია. არა, როგორ რაღაცა იცი, როცა მით უმეტეს ამბობ რომ ეს სიკვდილი დავუბრაზდები, სიკვდილს ჩახედე თვალებს. ფსიქოლოგიურად გაძლიერებს ეს ხვდები და ჩემი აზრით ამან არ უნდა ეს ვერ მოახდინდა ესეთ გავლენას შენზე, მით უმეტეს როცა ესეთი ცხოვრებისეული გამოცდილება. ფსიქოლოგი ხარ თქვენ? არა, ფიზიკოსი. კი და პირველად ხარ ფსიქოლოგი. და თავისუფლად რო თვალებს აფიქრებს. ხო, რა ვიცი, მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ ეს ისტორია არის ტყუილი რა. თუ გინდათ გამკითხეთ. გამაქილიკეთ. მაგა ჩვენ გადავყოთ გაკითხოთ თუ გამოკითხოთ. მე მაგალითად შოთიკოს უფრინებს არხი. ტყუილია. ანუ თავისით გადა. მაგრამ გზაზე მაინც გადაგიყვანდა. ჩვენ დანაპირებს სულ ვასრულებ. ძალიან მე მაინტერესებს საიდან მოიფიქრე ეს ისტორია. საიდან მოვიფიქრე და მართლა არსებობს ესეთი ადამიანი, სადაც ჩემი მეუღლე, რომელიც მართლა ვერ გადადის გზაზე. ახლა შევჩერდეთ აგირეკოს გზაზე გადამოყვანიო და ზუსტად ის ისტორია მოვყევი, რაც მას გადახდენია რა. ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა. მადლობა რომ იყავი ჩვენი სტუმარი და ცუდი მეგობრები გადმოგცემენ 200 ლარიან ვაუჩერს ბურგერ ბარი ჰილისგან. ოღონდ პრობლემა ვაუჩერი არ აქვს ფიზიკურად და ესე ვირტუალურად უნდა გადმოგცეთ. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა. ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე და ადაკუჭო, აკუჭო. ბიჭო. მეორე მიეცნი. მე უკვე 400 ლარი. ერთი დაგიყვანს მოვიდა. ძალიან დიდი მადლობა. გამოიწერეთ ჩვენი არხი ხალხმა და ლაიქეთ ვიდეო. გააქტიურეთ ზარისხილაკი. და შოთიკოს არხიც გამოიწერეთ სხვათა შორის. არხიც. წარმატება მინდა გისურვოთ, ძალიან საინტერესო კონტენტია, სახალისო და აქ უკვე ირთვება ის ამბავი, რამდენად შეძლებ სიმართლის თუ ტყუილის დამტკიცებას რა და მე ხა ვიჯექი როგორც ჩემი ასე ვთქვათ, სახიობური შესაძლებლობები ამაში რაღაცნაირად გამოვიყენე და შევეცადე ტყუილზე სიმართლე მელაპარაკად და პირიქით. მე მგონი რაღაცა გამოვიდა და რა ვიცი, ძალიან გამკითხავდა. მარტო ჩემთან გამოვიდა. მახო ხაკეთი, ჩვენ რა დაიძახეთ რომ მე მოვწუდი მარტო. მე შენ არ მოვწუდები. მე ვიცოდი შენ შოუს გამო. აა.